ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრების ჩარჩოებს მიღმა არიან. ჩვენ ამ ამბავმა მოგვცა ახალი რუბრიკის დაწყების სტიმული და იმედი. გამოვყევით. ეხლა კი სტუმრად მივდივართ ისეთ ქალბატონთან, რომელიც ხმამაღალი ნათქვამი რომ არ გამოვიდეს, ნამდვილად სამი ადამიანის სიცოცხლით ცხოვრობს. განვითარებული იმდენად სხვადასხვა საქმიანობით ხართ დაკავებული და ჩვენთვის ნამდვილად პატივია ეხლა თქვენის გვერდით ყოფნა. ამიტომ ეხლა ჩვენზე უკვე თქვენი საუბრები და დაიწყეთ გაგვაცანით თქვენი პიროვნება, თქვენი საქმიანობა, თქვენი შემოქმედებითი გზა. დიდი მადლობა პირველ რიგში რომ თქვენი სტუმარი ვარ, დიდი მადლობა თქვენ მაყურებლებს. ჩემი პიროვნებას რა შეეხება პირველ რიგში სულ აღნიშნავს და ხას უსვამ ვარ იმერელი გლეხის კალიში, ვარ 57 წლის და ამ საქმეს არასდროს არ უმალავ. ადამიანი იმდენიც გამოიყურება, რამდენი სიძღული აქვს. ცხოვრობ სოფელში, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ფილოლოგიური განათლება, არცად არ მიმუშავნია, ჩვეულებრივად ვიყავი შებმული სოფლის საქმეს. და მეუღლის გარდაცვალების მერე, როდესაც უკვე ჩემი შვილები დაქორწინდნენ, უკვე თავისი ოჯახები შექმნეს, გადავწყვიტე შევშველებოდი ოჯახს ასე თუ ისე და წავედი როგორც ქართველი ქალების სადღაც 70% წავედი მომვლელად. მერე რომ აღმოჩნდი ისეთი სამსახურები მქონდა, რომ მოხუცის მოვლასთან ერთად პარალელურად უამრავი დრო აღმომაჩნდა და რატომაც არა, უკვე თანდათან ასე ვთქვათ ამ ტელეფონებსაც დავეუფლე და დავიწყე წერა და ჩემი პირველი ასე ვთქვათ ნოველები განთავსა ესეთი ჯგუფი იყო ემიგრანტთა კურიოზები და აღმოჩნდა რომ ძალიან მოწონება დაიმსახურა მრავალათასიანი კითხველი გამიჩნდა. ეხლა თქვენ რეალობაში როგორია, თქვენ დღევანდელობაში იყო ხალი შემოქმედი, წერდე, სხვანაირად სუნთქავდე, ამავე დროს ეწეოდე სოფლის მუშაობას, იყო დედა, იყო ბებია, ცდილობდე საზოგადოებას რაღაცნაირად მიაწოდოთ თქვენი მიაწოდინო ხმა. როგორია ამ ყველაფრის ვერ ვიტყვი რომ იოლია ნახეთ თუნდაც იქიდან რომ ადამიანი რომ იღლები ფიზიკურად, იღლები სულიერად, აწყდები 1000 გვარ პრობლემას, ეს ისე ხო არ არის რომ სულ ასეთ იდილიაში ცხოვრობ, არა, კიდევ იქ ბრუნდები რაც თავიდან გითხარით. როდესაც მოდის ჩემში სურვილი რომ მე რაღაც უნდა დავწერო, ამ დროს ეთიშები და ეს არ ხდება ჩემი ანუ ეს რაღაცნაირად ხდება. არა ამბიციური ადამიანი ვარ, მიტომაც არ ვჩანვარ. არ მიყვარს ეს შენით რომ თავს ვინმე შეახსენებ. არა, კითხველმა თვითონ უნდა გიპოვოს, თვითონ უნდა მოვიდეს შენამდე. აი ეს ციგნი მაგალითად რომელიც ემიგრანტება დამიბეჭდეს, ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო. მე არავინ ასე არ თქვა არ შემიწუხებია, ისევე როგორც ეს არის ქართველების სამშობლოს გარეთ ამერიკაში. ამათმაც Facebook-ში აღმომაჩინეს, დაბეჭდეს ჩემი ნოველები და მე გამომიგზავნეს სიურპრიზად და გავგიჟდი და გადავირიე. ჩემი ემოცია რაც მაქვს ნამდვილად შეგრძნება, რასაც ნამდვილად ვფიქრობ, ის გადმომაგ და ზუსტად მიიღო იმ კითხველმა, იმიტომ რომ დაინახა რომ ნახე ჩემნაირი ტკივილი სხვასაც ქონია. ნახე ჩემნაირი სიხარული სხვასაც ქონია. ანუ თავის თავთან გამაიგივა და მიხვდა რომ მე ვიღაცას რაღაციდან ზეციდან ჩამოსული კი არ ვარ, მისნაირი ადამიანი ვარ. მისნაირად მტკივა, მისნაირად ხეარლობ, მისნაირად ვფიქრობ, გამაიგივა თავისთან ის ემოცია მივიტანე, ჩემი ემოცია სწორად იმ ადამიანამდე და ეს არის ყველაფერი, ეს განაპირობებს მე მგონი ამდენი ხალხის სიყვარულს. რას ეთყოდით ახალგაზრდას ან ადამიანს შემოქმედების გზას ახლა იწვევთ მაგალითად. რას ურჩევდით და არ უნდა გაჩერდნენ. ყველანი გავიზრდებით, ყველანი ვიზრდებით. თავიდან და შრომით ვიზრდებით. რა თქმა უნდა, არავინ არ იწყებს ეგრევე გენიოსი არავინ არ არის. უნდა შენ ეცადო შენი მაქსიმალურად. გამოგივა. უნდა ეცადო. თუ არ გამოგივა, კიდევ უფრო ეცდები და რაღაცა რეალიზებას გაუკეთებ შენ თავს. აუცილებლად ყველაფერი გამოუვა. შემოქმედებითი ადამიანი, რის ვიწევს, აი განსაკუთრებულად მე წერას გულისხმობ ახლა ამ შემთხვევაში.
რომ გადარჩეს თავისი წილები რომ სხვას გაუზიაროს თუ მარტო ამახსოვდეს არა ნახე რატო წერს მარტო თქვენ არ უნდა ხო მარტო თვითონ კი არ უნდა გადარჩეს თავის გარშემო სხვაც უნდა გადაარჩინოს თანდათან მოდის ისევე ციგნიერება და ეს ძალიან კარგია იმიტომ რომ თუ ადამიანს ინტელექტი არ აქვს თუ ინტელექტუალურად მაღალ საფეხურზე არ გაყარ ის ვერც სხვას გადაარჩენ ვერც საკუთარ თავს ვერ გადაარჩენს ამიტომ არის აუცილებელი რომ უნდა ბევრი წეროთ უნდა ბევრი იკითხოთ უნდა ბევრი მიიღოთ შეისრულოთ იმიტომ რომ თქვენს გადარჩეს და სხვას გადაარჩინოთ მე ასე ვფიქრობ და ასე ვასწავლი ჩემს შვილებს და ასე ვწევ აქ ეს უბანი სადაც ჩვენ მოვედით ძალიან დასახლებული უბანი იყო და 13 წლის უკან ჩემო მეუღლემ რომ მომიყვანა და საღამოობით გავდიოდი ხოლმე მიუხედავად რომ უამრავი საქმე მქონდა მიუხედავად ცხოველები ღურები ზრუხები მოსაწველი თხები ყველაფერი პოულობდი ყოველთვის იმის დროს რომ ის გადავსულიყავი და 1-15 წუთი აი სოფლის ხმებისთვის დამეყურებია აი ვიღაც რაღაცას ეძახის ვიღაც საქონელს ვიღაც სადღაც მამალი წივი სადღაც როხაბღავის და სუნი ვიღაც მჭად საცხობს და ნეშოს ეს სუნი მოდის და ეს ჩემთვის იმდენად შიგნი მაქვს იმდენად ღრმად განვიცი ამ უბრალო ისეთ ელემენტებს რასაც შეიძლება სხვა ვერ ამჩნევდეს აი მე მინდორში რომ მივიდივარ აი თუ პაჭეჭინა კისენე პაჭეჭინა საპონელას რო დავინახო ისიც კი აღმოჩნდა არ ვიცი ეთქობეს ჩემში კი ჩვენთან იბეჭდებოდა სოფლის ცხოვრება ესეთი გაზეთი იყო იქ მოსწავლეების გვერდი და ყოველ თითქმის ყოველ კვირაში იბეჭდებოდა ჩემი ლექსები და მე ჩვენთან სოფლის ბიბლიოთეკას სესხი წაეკიდა დაიკარგეს ყველაფერი და დედას ნაცრულმა აი ძველი გაყვითლებული გაზეთის ნაგლეჯი მომაწოდა ის ჩემი ლექსები ერთ-ერთ ნომერში რაც ეწერა ჩვენ საძოვრებზე მიყვარს საქონელის დიდ მთაში და სულ დარჩინოდნენ ჩვენ ქვას კეთილად რომ კაცო ჩვენო პარკს ვალაგებთ იქო რაღაცა ეს ყველის ისინია ჩასალაგებელი ეს რა ვიცი და გივიო გადისო რომ არაო ჩემთოლს მოცი უნდა წავუყო და ყვავილები უნდა წავუყო და ალპურ ყვავილებს სველპერანში ახვევდა ცხენზე კიდევდა რომ ჩვენთვის ჩამოეტანა რა თქმა უნდა ეს არის არ ვიცი ამას ვერ ახსნი ეს არის ის რაც დღემდე ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 13 წლის მერე დღემდე მიტოკებს გულს და მე ვთვლი რომ სიყვარული არასდროს არ კვდება სიყვარული ეს არ არის მარტო ფიზიკური შეხება ეს არის ის სულიერი მდგომარეობა რაც ჩემშია და ალბათ 100 წლის რო გავხდე მაინც იგივე იქნება რაც იყო პირველი დღიდან ის რომ გარდაცვლილია ჩემთვის ბევრს არაფერს ანიშნავს და ანუ ამის დასამტკიცებლად მინდა ერთი ლექსი წაგიკითხო თუ მაპატიეთ რომ ვკითხულობ იმიტომ რომ არ მინდა შემეშალოს ხო ჩვენი იყო ტყისპირა ქოხი პატარა პუხრით ხო ადიოდა მუდმივად ფამილის ესისკენ და მე ვასწრაფდი ქვის კეთებზე მზის გულა მჭადებს შენ თუ არ ჩანდი სანთელს ვანდობდი მოწოლილ დარდებს ჩვენ საქმეს ფარდა არ ეკიდა არასდროს მუქი რუმე ღამეში იმედივით სულენთო შუქი ბავშვის ხელები ჩემო ნახაც მოკავდა იმზეს გასკერდა ჩემი გულისკენ შე რომ მოყავდი ხო იმ ბუდეში ჩვენს გავზარდეთ ვეღურა ორი შორს იყო ჩვენგან მოფუთფუთე შური და ჭორი წახვედი მერე ჩემ თვალებში ჩამოწვა თალხი ტყისპირას დარჩა მოწყენილი პატარა სახლი ჩავებღაოჭე მერე იმედს ჩვენთვის ორისთვის ახლა იქ ტყისპირს სათელს ვანთებთ შენი ხსოვნისთვის თუ ვიღაცისთვის ეს იცნება ჩამოგავს ზღაპარს პატარა ქოხი დღეს ეწყობა რეალურ ამბავს მე მაპატიე თუ კი ვინმე გულზე გაბიჭებს ალბათ დათრიან მაგრამ გვიან თავის ნაბიჯებს ახლა იზრუა თავხედობის ყოფნით ლაყაბი და ჩემი გულით იხურება ვითა ლაყაფი ბედნიერი ვარ შენი ხსოვნა მიდგას დედაში ბედნიერი ვარ ისე ორნი ხოხში მე და შენ